ასეთი იყო ახალი ამბები და ვუბრუნდები პოსტალიონის სტუდიას. ძალიან დიდი მადლობა ლევან ახალი ამბებისთვის. მადლობა, ჩვენ კი ვაგრძელებთ, რა თქმა უნდა, ჩვენ გადაცემას ძალიან საინტერესო სტუმართან ერთად. ქალბატონი სოფო ბერიშვილი არის ჩვენი სტუმარი, გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განათლების სამსახურის უფროსი. ეხლა მოვახსენოთ ჩვენს მაყურებელს რაშია საქმე. 5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა. დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ბუნებაზე ზრუნვა მხოლოდ ერთი დღით არ არის. არამედ ყოველდღიური პასუხისმგებლობა არის. სწორედ ამ დროს აღსანიშნავად მთელი ქვეყნის მასშტაბით არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო აქტივობა იმართება. მათ შორის დედაენის ბაღში, სადაც ბავშვებს, ახალგაზრდებსა და უფროსებს მრავალფეროვანი ღონისძიებები ელოდებათ. ზუსტად ამ თემაზე გვყავს დღეს ქალბატონი სოფო ჩვენ სტუმრად. ძალიან საინტერესოა, მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობას გიხდით, რომ მოგზარდით. მოგესალმებით სოფო, ძვირფასო მამაზო, მშვენიერო, ძალიან კარგი ამბები თვართ, მოკლედ ეკოლოგიური ამბები დილიდან, კი ბატონო, და რა თქმა უნდა, ჩვენი შვილებისთვის კეთდება ეს ყველაფერი პირველ რიგში და რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენთაგანისთვის და რას ნიშნავს გარემოს დაცვის მსოფლიო დღე და რატომ არის მნიშვნელოვანი მისი აღნიშვნა. კი ბატონო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, დიდ მადლობას მოგახსენებთ მოწვევისათვის და იმისათვის, რომ ესე აქტიურად ინტერესდებით გარემოს დაცვითი საკითხებით. გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე დაარსდა 1972 წელს. გაეროს მიერ ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ და პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე და ამ დღის დაარსების მთავარი მიზანი იყო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვის საკითხებზე, ასევე სახელმწიფოების, ორგანიზაციებისა და მოქალაქეების ჩართვა გარემოს დაცვის საქმიანობაში და ისეთ პრობლემებზე ყურადღების გამახვილება, როგორიც არის კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნების შემცირება და სხვა უამრავი საკითხი. ზოგადად გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე მიჩნეული არის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეკოლოგიურ თარიღად და მას ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი აღნიშნავს სხვადასხვა გარემოს დაცვით ღონისძიებაში მონაწილეობით. და აუცილებელიც არის ნამდვილად შეხსენება ყოველ წელს თუ უფრო ხშირად არა, როგორი დასაცავია ჩვენი გარემო და როგორ უნდა მოუფრთხილდეთ ამ ყველაფერს. რა როლი აქვს გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლებაში? მოგახსენებთ. გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გახლავთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დაარსდა 2013 წელს და რომლის მთავარ მიზანსაც წარმოადგენს და მთავარი მიზანი გახლავთ აგრარული და გარემოს დაცვითი მიმართულებით საზოგადოებაში ცნობიერების დონის ამაღლება. ცენტრი როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური მიმართულებით და კუთხით ფარავს მთელ საქართველოს და გვყავს უამრავი სამიზნე ჯგუფი თავისთავად. ჩვენი სამიზნე ჯგუფები არიან საგანმანათლებლო დაწესებულებები, ეს არის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, სკოლები, უნივერსიტეტები, პროფესიული კოლეჯები, სამიზნე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, პროექტების ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ჩვენი ცენტრი საერთაშორისო ორგანიზაციების პარტნიორობითა და მხარდაჭერით და ასევე ზოგადად მთელი ქვეყნის, მთელი საქართველოს მოსახლეობა. ცენტრი თავისი სამიზნე ჯგუფებისათვის გეგმავს და ატარებს აქტიურად სხვადასხვა ტიპის ლექციას, სემინარებს, ვებინარებს, ტრენინგებს, ბანაკებს, როგორიც არის აგროსკოლა, სატყეო სკოლა, მწვანე ბანაკი კლიმატის ელჩები, რაც ეხლაც არის მიმდინარე და ზაფხულს გაიმართება სამივე ბანაკი და ზოგადად ძალიან ბევრ აქტივობას, როგორც ახალგაზრდებისათვის, ისე ზრდასრულებისათვის. მაინც და მაინც რატომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ბავშვებთან და ახალგაზრდებთან გარემოს დაცვის თემებზე საუბარი? კი ბატონო. როგორც უკვე გითხარით, სწორედ ბავშვები და ახალგაზრდები წარმოადგენენ ჩვენი ცენტრის და არა მარტო ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სამიზნე ჯგუფს და მათთვის ცენტრი გეგმავს და ახორციელებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო პროგრამებს უკვე წლებია დაარსების დღიდან. ახალგაზრდებთან და ბავშვებთან გარემოს დაცვით საკითხებზე მუშაობა არის უმნიშვნელოვანესი, ვინაიდან ეს მათში პირველ რიგში აყალიბებს პასუხისმგებლობის გრძნობას. მათ შეუძლიათ გაიგონ, როგორ უნდა მართონ
ნარჩენები სწორად, როგორ დაზოგონ მაგალითად წყალი და ენერგია, ასევე აყალიბებს ისეთ მდგრად ჩვევებს, ძალიან ბევრ მდგრად ჩვევას, ასევე ამაღლებს ცნობიერებას და ახალგაზრდებს უკვე შეუძლიათ უკეთესად გააცნობიერონ და მიხვდნენ თუ რა გარემოსდაცვითი გამოწვევების წინაშე შესაძლებელია რომ იდგეს ქვეყანა და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ეს არის ის, რომ ქმნის და უზრუნველყოფს უკეთეს მომავალს და სულ ვამბობ ხოლმე და გავიმეორდები ეხლაც, რომ დღევანდელი ბავშვები და ახალგაზრდები მომავალში არიან გადაწყვეტილებების მიმღებები და მათი გამოცდილება, ცოდნა და დამოკიდებულებები მათ გამოცდილებაზე მომავალში დამოკიდებული არის გარემოს მდგომარეობა. კი ბატონო, მოდი უთხრათ ჩვენს მაყურებელს 5 ივნის, რომელი გარემოსდაცვითი მიმართულებები და აქტივობები იქნება წარმოდგენილი. კი ბატონო. დედაინის ბაღში. 5 ივნისი არა მარტო მოგახსენებთ სამი დიდი ღონისძიება გვაქვს და ნელ-ნელა მოგახსენებთ სამივესთან დაკავშირებით. საკმაოდ დატვირთული დღეა ნამდვილად ჩვენი ცენტრისთვის. პირველ რიგში დღეს დავიწყებთ ქვეყნისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტის გახსნითი ღონისძიებით, რომელიც ეხლახანს დაიწყო. ეს გახლავთ კლიმატის ადაპტაციის ეროვნული გეგმის პროექტი. იგივე ნაპი, ესეთი სახელით არის ცნობილი უფრო მეტად ფართო საზოგადოებისათვის. ამ პროექტის განმახორციელებელი სხვა არაერთ პროექტთან ერთად გახლავთ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, ხოლო დონორი კი არის კლიმატის მწვანე ფონდი და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა. ამ პროექტის ფარგლებში შეიქმნება კლიმატის ადაპტაციის 10-წლიანი ხედვა და 5-წლიანი სამოქმედო გეგმა. ჩართულნი იქნებიან არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო ექსპერტებიც და მათთან ერთად ასევე ჩართული იქნება 6 ძირითადი სექტორი. ეს სექტორებია სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, ტურიზმი, ჯანდაცვა და ინფრასტრუქტურა. თითოეული უწყება იქნება ძალიან აქტიურად ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში და მე ვიმედოვნებ და დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ გვექნება და ეს იქნება ერთ-ერთი საკმაოდ წარმატებული პროექტი ჩვენს რეგიონში. ხოლო დღეს კი, ეხლა უკვე ბოლო ღონისძიებაზე ვიტყვი და მე დედაინის ბაღთან დაკავშირებითაც მოგახსენებთ აუცილებლად. დღეს დავასრულებთ დასკვნითი ღონისძიებით. ეს იქნება კონკურსის განათლება მწვანე მომავლისთვის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალი. კონკურსი განათლება მწვანე მომავლისთვის გახლავთ გარემოსდაცვითი განათლების სფეროში უკვე ტრადიციად ქცეული კონკურსის მწვანე ჯილდოს გაგრძელება, რომელიც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილი არის და ყველა მიცის ამის შესახებ. საბედნიეროდ, როგორც ყოველთვის არის ხოლმე ძალიან დიდი გამოხმაურება და მომართვიანობა. ეს კონკურსი ისახავს მიზნად სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პრაქტიკოსებისა და დაწყებითი საფეხურის მასწავლებლების წახალისებას. 2018 წელს დაარსდა და თავდაპირველად იყო მხოლოდ პრაქტიკოსებისათვის განკუთვნილი. მომავალში 2022 წლიდან მათ შეუერთდნენ სკოლის პედაგოგებიც. წელსაც ჩატარდა, როგორც უკვე მოგახსენეთ, შეირჩა საუკეთესო ათეული პრაქტიკოსებიდან და საუკეთესო ათეული მასწავლებლებიდან და სწორედ ამ დასკვნით ღონისძიებაზე 5 ივნისს მათგან გამოვლინდებიან გამარჯვებულები. და არა ჩვეულებრივი. საინტერესო ამბები ელის ჩვენს მოქალაქეებს და აუცილებლად აღსანიშნავი დღე არის. ძალიან ბევრ წარმატებას გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის.